მეგობრებო, გამარჯობა. მე ვარ ოლიკო და ვაგრძელებ საგანმანათლებლო ვიდეო გაკვეთილების სერიას საგანში კომპიუტერული ტექნოლოგიები. დღეს ვისწავლით ძალიან სახალისო, საინტერესო და მარტივი თამაშის შექმნას, დაპროგრამებას, პროგრამირების ძალიან ცნობილ პლატფორმაზე Scratch My Edu. მეგობრებო, ამ თამაშს ქვია, ხშირ შემთხვევაში ეძახიან Catch Games და თამაშის პრინციპი არის შემდეგი. ზემოდან ცვივა ობიექტები, რომელიც ჩვენ უნდა დავიჭიროთ. თითოეული დაჭერილი ობიექტის შემთხვევაში ერთი ქულა დაგვემატება, მაგრამ თუ შემთხვევით კალათაში ჩაგვივარდა არასასურველი ობიექტი, მაშინ პირიქით ერთი ქულა დაგვაკლდება. მაგალითად, თუ ყავისფერი ვაში აღმოჩნდა კალათაში, მაშინ ქულა დაგვაკლდება. მეგობრებო, ამ თამაშის გამრავალფეროვნება შესაძლებელია, უფრო გართულებაც, მაგალითად, შეგვიძლია დავამატოთ დრო, რომ პირობითად 30 წამში ვეცადოთ მაქსიმალური ქულების მოპოვებას, ან დავამატოთ, ვთქვათ, დამატებითი ობიექტები, თუნდაც მუსიკა და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით დავიწყოთ მარტივი ვარიანტის შექმნით, ხომ, რომ გავიგოთ თამაშის შექმნის მარტივი პრინციპები. მეგობრებო, დავიწყოთ პროექტზე მუშაობა. იმისთვის, რომ პროექტზე მუშაობა დავიწყოთ, აუცილებლად უნდა შევიდეთ Scratch-ის ოფიციალურ გვერდზე, ან გამოვიყენოთ Scratch-ის offline ვერსია. მოდით ჩავწეროთ Scratch My Edu, შევიდეთ პლატფორმაზე, დავაწყოთ Create და დავიწყოთ მუშაობა. როგორც იცით, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სამი ობიექტი. პირველი ეს იქნება ფონი, მეორე ეს იქნება ჯამი, რომელიც იმოძრავებს მარჯვნივ და მარცხნივ და ასევე პირობითად ვაშლი, ან რაიმე ობიექტი, რომელიც ზემოდან ჩამოცვივდება. მოდით ჯერ დავიწყოთ ფონის არჩევით. იმისთვის, რომ ფონი ავირჩიოთ, უნდა დავაწყოთ აი აქ choose backdrop, ანუ ფონის არჩევას. ავირჩიოთ პირობითად აი ეს ფონი, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი. შემდეგ დავაწყოთ სპრაიტების არჩევას. ჩავწეროთ bold, ჯამი. ავირჩიოთ ეს ჯამი და ასევე ისევ დავაწყაპოთ სპრაიტის არჩევას და ამ შემთხვევაში ავირჩიოთ პირობითად Apple-ი, ხო, ვაშლი. მეგობრებო, როგორც ხედავთ, კატის სპრაიტი ამ შემთხვევაში ზედმეტი, ამიტომ აი აქ X ღილაკზე დაწყაპუნებით, ნაგვის ურნებზე დაწყაპუნებით, შეგვიძლია ძალიან მარტივად წავშალოთ და უკვე დაგვრჩა ჩვენთვის სასურველი ორი ობიექტი. როგორც ხედავთ, ვაშლის ზომა აღემატება ჯამის ზომას, ამიტომ ლოგიკურად ვაშლის ზომა უნდა შევამციროთ. ვაშლის ზომა რა შევამციროთ, აუცილებლად უნდა დავდგეთ ვაშლის სპრაიტზე და პირობითად ზომა შევამციროთ და გავხადოთ 70. როგორც ხედავთ, ჩვენ უკვე ფონის არჩეული გვაქვს, არჩეული გვაქვს ჯამი, არჩეული გვაქვს ვაშლი. ეხლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პროგრამულ კოდზე მუშაობა და ალგორითმის შექმნა, რა თქმა უნდა. ჩვენი ალგორითმი, თამაშის ალგორითმი უკვე გასაგებია. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება დავაპროგრამოთ ჯამი, რომელიც იმოძრავებს მარჯვნივ და მარცხნივ. მარჯვნივ და მარცხნივ იმოძრავებს იმ შემთხვევაში, თუ მარჯვენა და მარცხენა ისერს დავაწყაპებთ და შესაბამისად იმოძრავებს. აქედან გამომდინარე, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ დავდგეთ ბოულის განყოფილებაზე, აი აქ არჩეული გქონდეს ბოულის სპრაიტი, ანუ ჯამის სპრაიტი და დავიწყოთ შესაბამისი პროგრამული კოდის გაწერა. კოდის წერა უნდა დავიწყოთ მწვანე დროშით, რაც ნიშნავს იმას, რომ მწვანე დროშა გახლავთ ივენთი, ანუ მოვლენა. როდესაც ჩვენ მწვანე დროშას დავაწყაპებთ, იმის შემდეგ დაიწყებს ის კოდი მუშაობას, რომელსაც აი ამ მწვანე დროშას მივაბამთ, ასე ვთქვათ, ხომ? ვაწყაპებთ მწვანე დროშას და ამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი საშუალება გვაქვს, პირობითი ბრძანებები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჯამის მარჯვნივ და მარცხნივ მოძრაობა. შეგახსენებთ, რომ პირობითი ბრძანება არის ბრძანება, როდესაც თუ რაღაც პირობა სრულდება, ანუ თუ ეს კონკრეტული პირობა, რომელსაც აი აქ შევსვათ, ჭეშმარიტი იქნება, მაშინ მას მოყვება რაღაც კონკრეტული მოქმედების შესრულება, ხომ? მაგალითად, თუ დავაწყაპებთ მარჯვენა ღილაკს, მაშინ ჯამი გადაადგილდეს მარჯვნივ, ხომ? ამიტომ გადავიდეთ მეგობრებო სენსორებში და ავირჩიოთ key space pressed, ხომ? Space-ის ნაცვლად ჩავსვათ right arrow და ნახეთ მივიღეთ შემდეგი ლოგიკა. თუ დავაწყაპებთ მარჯვენა ისარს, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი თასი უნდა გადაადგილდეს მარჯვნივ. მოდით ახლა განვიხილოთ, როგორ ხდება გადაადგილება საკოორდინატო სიბრტყის დახმარებით, ხომ? განვიხილოთ საკოორდინატო სიბრტყე. მეგობრებო, იმისთვის რომ საკოორდინატო სიბრტყე განვიხილოთ, მოდით მე უფრო ნათელი რო იყოს ყველაფერი ავირჩევ, აი ამ საკოორდინატო სიბრტყის ფონს და მოდით აქ განვიხილოთ ესეთი მარტივი მაგალითი. ნახეთ, თქვენ იცით, რომ საკოორდინატო სიბრტყეზე განთავსებულია ესეთი ორი ღერძი, X-ი და Y ღერძი. გადაკვეთის წერტილი, მეგობრებო, არის შუა წერტილი, ანუ ცენტრი. ცენტრის კოორდინატები არის 0 და 0. თუ გვინდა რომ ვაშლი პირობითად დადგეს ცენტრში, მაშინ მისი კოორდინატები X-იც და Y-იც შესაბამისად უნდა იყოს 0 და 0. ნახეთ, როდესაც 0 და 0-ია ვაშლის კოორდინატები, მაშინ ის ცენტრში აღმოჩნდება. ნახეთ, თუ ჩვენ გვინდა
ვაშლი გადაადგილდეს x ღერძზე მარჯვნივ, აი აქეთ, ნახეთ, თუ ჩვენ გვინდა რომ ვაშლი მარჯვნივ გადაადგილდეს, მაშინ დააკვირდეთ მისი x კოორდინატი გაიზრდება. ანუ მარჯვენა მხარეს არის დადებითი x კოორდინატი, ხოლო მარცხენა მხარეს არის უარყოფითი. შესაბამისად, თუ გვინდა რაღაც ობიექტი გადაადგილდეს ხოლმე მარჯვნივ, მაშინ მისი x კოორდინატის შეცვლა უნდა მოვინდომოთ, ანუ მისი x კოორდინატის გაზრდა. მაგალითად, ჩვენ თუ ჩავწერთ 0-ის ნაცვლად, მაგალითად 100, მაშინ მომენტალურად ვაშლი გადაადგილდება შემდეგ კოორდინატებში, ხო? თქვენ x-ი არის 100, y-ი არის 0. აი ამ ადგილას აღმოჩნდება. თუ ჩვენ პირიქით მეგობრებო ჩავწერთ -100, მაშინ ვაშლი გადმოადგილდება მარცხენა ნაწილში, ხო? ანუ მარცხნივ, აი ამ 0 წერტილის მარცხნივ, ცენტრის მარცხნივ x კოორდინატი არის უარყოფითი, ხოლო მარჯვნივ y კოორდინატი არის ბუნებრივია დადებითი. შესაბამისად, თუ გვინდა ობიექტი მარჯვნივ გადაადგილდეს, მაშინ მისი x მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ხო? მაგალითად, გაიზარდოს 10-ით, გაიზარდოს 5-ით, გაიზარდოს 50-ით და ასე შემდეგ. ანალოგიურად ხდება მეგობრებო ზემოთ, ქვემოთ გადაადგილების შემთხვევაში. როგორც ხედავთ, ზემოთ და ქვემოთ გადაადგილებისთვის უკვე y კოორდინატი უნდა განსაზღვროთ. პირობითად მოდით ისევ საწყისი წერტილი ავიღოთ 0 და 0. ნახეთ, თუ გვინდა ვაშლი ქვემოთ გადმოადგილდეს, აი ქვედა სიბრტყე არის, ქვედა სიბრტყეში y არის უარყოფითი, ხოლო ზედა ნაწილში y არის დადებითი. თუ ჩვენ გვინდა ვაშლი მაღლა ავიდეს, მაშინ მის y კოორდინატი უნდა იყოს დადებითი და უნდა გავზარდოთ, ხო? მაგალითად ავირჩიოთ 50 და დავაწყაბებთ თუ არა, ვნახავთ რომ ვაშლი გადაადგილდა. თუ გვინდა პირიქით ვაშლი ქვემოთ ჩავიდეს, მაშინ y კოორდინატი უნდა შევამციროს და პირობითად ავირჩიოთ მოდით -70 და ვნახავთ რომ მართლაც ქვედა ნაწილში აი კონკრეტულად ამ წერტილის კოორდინატია მეგობრებო x-ი 0, y-ი -70. შესაბამისად, თუ გვინდა რომ ვაშლი ზემოთ წავიდეს, მაშინ y კოორდინატი უნდა გაიზარდოს ხოლმე, თუ გვინდა ქვემოთ წამოვიდეს, მაშინ y კოორდინატი უნდა შემცირდეს. ანუ ზუსტად ესეთი ლოგიკაა მეგობრებო და ეს ლოგიკა აუცილებლად დაგვეხმარება ამ კონკრეტულ პროექტზე სამუშაოდ. მოდით დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ პროექტს, გადავიდეთ x-სადაც გავჩერდით, როგორც გახსოვთ, ჩვენ უნდა განგვესაზღვრა მოძრაობა აი ამ ჯამისთვის და დავწერეთ შემდეგი კოდი, ხო? შემდეგი ბრძანება, რომ თუ მარჯვენა ღილაკს დავაწყაბებთ, მაშინ როგორც ვთქვით, თასი უნდა გადაადგილდეს მარჯვნივ. და წაღან აგიხსენით ცოტა ხნის წინ, რომ თუ გვინდა თასი მარჯვნივ გადაადგილდეს, მაშინ რომელი კოორდინატი უნდა შეიცვალოს? რა თქმა უნდა, x კოორდინატი უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, მეგობრებო, უნდა გადავიდეთ motion ბრძანებაში და ავირჩიოთ change x by 10 პირობითად, ხო? ანუ გაიზარდოს x კოორდინატი 10-ით. ანალოგიურად, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია იგივე კოდის დუბლირება გავაკეთოთ და იგივე პრინციპით უკვე მარცხენა ღილაკზე დაწყაბების შემთხვევაში განსაზღვროთ თუ რა უნდა მოხდეს. ანუ აი ეს შევცვალოთ, ავირჩიოთ მარცხენა ღილაკი, თუ მარცხენა ღილაკს დავაწყაბებთ, მაშინ რა თქმა უნდა, ჯამი უნდა გადაადგილდეს მარცხნივ, რა შემთხვევაშიც x კოორდინატი პირიქით მცირდება, ამიტომ 10-ის ნაცვლად მეგობრებო ჩავწეროთ -10. მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ. ჩვენ გამოვიყენოთ პირობითი ბრძანებები. თუ ეს კონკრეტული პირობა ჭეშმარიტი იქნება, მაშინ x-ი უნდა გაიზარდოს 10-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამი გადაადგილდება მარჯვნივ, ანუ მისი x კოორდინატი გაიზრდება, ესე იგი, თუ მარჯვენა ისარს დავაწყაბებთ, ჯამი მარჯვნივ გადაადგილდება, თუ მარცხენა ისარს დავაწყაბებთ, მაშინ ჯამი მარცხნივ გადაადგილდება, რაც ნიშნავს იმას, რომ x კოორდინატი უნდა შემცირდეს და ბუნებრივია, მეგობრებო, ეს მოქმედება მუდმივად უნდა განმეორდეს, ამიტომ გადავიდეთ control-ში, ავირჩიოთ forever ბრძანება, ეს მუდმივი ციკლი და ეს ლოგიკა, რა თქმა უნდა, ჩავსვათ მუდმივად გამეორებაში. მოდით ახლა შევამოწმოთ, რამდენად სწორად ავაწყოთ პროგრამული კოდი, დავაწყაბოთ მწვანე დროშას და მართლაც ნახეთ, როდესაც დავაწყაბოთ მარჯვენა ისარს, ჯამი გადაადგილდება მარჯვნივ, ანუ x კოორდინატი იზრდება 10-ით, ხოლო როდესაც დავაწყაბოთ მარცხენა ღილაკს, მაშინ ჯამი გადაადგილდება მარცხნივ, ანუ x კოორდინატი მცირდება -10-ით. ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ აი ამ ადგილს დააკვირდეთ, მართლაც x კოორდინატი იზრდება მარჯვნივ დაწყაბების შემთხვევაში, ხოლო მარცხნივ დაწყაბების შემთხვევაში x კოორდინატი მცირდება. ძალიან კარგი. პირველი ეტაპი გავიარეთ მეგობრებო თამაშის შექმნის. მოდით გადავიდეთ მეორე ეტაპზე და უკვე განსაზღვროთ აი ამ ვაშლის მოძრაობას ზემოდან ქვემოთ. როგორც გახსოვთ, თამაშის პრინციპი არის შემდეგი, რომ ვაშლა უნდა იმოძრაოს ზემოდან ქვემოთ, როგორც კი ჯამში ჩავარდება, მაშინ ისევ ზემოთ უნდა ავიდეს და თავიდან დაიწყოს მოძრაობა, ხო? ან როდესაც აი უკვე აი უკიდურეს ქვედა ნაწილში ჩავა. დავიწყოთ მეგობრებო, პროგრამული კოდის შექმნა. მოდით გადავიდეთ ივენთებში და როგორც ვიცით, უნდა დავიწყოთ მწვანე დროშით, ხო? ანუ როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვაშლი უნდა გაჩნდეს რენდომული
პოზიციით, ხო? ზედა ნაწილში, თუმცა რენდომულად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი პრინციპი არის ის, რომ ვაშლი უნდა იყოს უკიდურეს ზედა ნაწილში, რადგან ზემოდან უნდა დაიწყოს ჩამოვარდნა. იმისთვის მეგობრებო, რომ რენდომულად ხან მარჯვნივ გაჩნდეს, ხან მარცხნივ და ასე შემდეგ, უნდა გადავიდეთ motion-ში და ავირჩიოთ შემდეგი ბრძანება go to random positions. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, ვაშლი ესე რენდომული, ანუ შემთხვევით პოზიციებს შეარჩევს, ხო? აი ესე. მაგრამ ჩვენი მიზანია ის, რომ კი ბატონო ვაშლმა შეარჩიოს რენდომული პოზიცია, თუმცა აუცილებლად ზედა ნაწილში შეარჩიოს, ხო, უკიდურეს ზედა ნაწილში. მე ცოტა ხნის წინ აგიხსენით, რომ ზემოთა ნაწილში დაახლოებით y პირობითად არის, აი მაგალითად ეს რომ ვაშლი რომ აი ამ ბოლო ნაწილში, ზედა ნაწილში ავიტანოთ, დააკვირდით, მის y დაახლოებით იქნება 188 ან 180, ხო, პირობითად. თუ ქვემოთ ჩამოვიტანთ, მაშინ ვაშლის კოორდინატი გახდება -170. ესე იგი, ზემოთ რომ აღმოჩნდეს ხოლმე დაახლოებით 180 თუნდა განსაზღვროთ ვაშლის კოორდინატი. შესაბამისად, მეგობრებო, იმისთვის, რომ ვაშლის პოზიცია ყოველთვის ამ ზედა უკიდურესი ნაწილით განისაზღვროს, ესე იგი, ჩვენ პროგრამულ კოდში უნდა გავწეროთ, რომ მწვანე დროშაზე დაწყაპების შემთხვევაში კი ბატონო შეარჩიოს რენდომული პოზიცია, მაგრამ მისი y მაჩვენებელი, y კოორდინატი იყოს პირობითად 180 ხოლმე, ხო? ამისთვის, მეგობრებო, უნდა გადავიდეთ ისევ motion განყოფილებაში და უნდა ავირჩიოთ შემდეგი ბრძანება. set y to, ანუ y კოორდინატის განსაზღვრა და მოდით დავაყენოთ 180. მოდით ახლა დავაჭიროთ უკვე მწვანე დროშას და ვნახავთ, რომ ვაშლი ისევ რენდომულ პოზიციებს იღებს, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ყველა შემთხვევითი შერჩეული პოზიცია არის უკიდურეს ზედა ნაწილში, სადაც y არის 180 სტორი. მგონი ეს გასაგებია. კარგით, გადავიდეთ მოდით შემდეგ ნაწილზე. ამის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ ვაშლი უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ, ანუ ვაშლმა უნდა დაიწყოს ქვემოთ მოძრაობა. დააკვირდით, როდესაც ვაშლი ქვემოთ გადაადგილდება, როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ, მისი y პოზიცია მეგობრებო იცვლება, ანუ მცირდება, ხო? დაახლოებით შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ მისი y პოზიცია უნდა შეიცვალოს -5-ით ან -10-ით პირობითად, ხო? მოდით ესეთი რაღაც გავაკეთოთ, გადავიდეთ მუდმივ control-ში, ავირჩიოთ მუდმივობის ბრძანება, რადგან ის კოდი, რასაც ახლა გავწერ, აუცილებლად მუდმივად უნდა განმეორდეს. პირველი, რასაც ვეუბნებით, ეს არის y კოორდინატის შეცვლა. ამიტომ გადავიდეთ motion-ში და ავირჩიოთ change y by, ანუ y-ის შეცვლა, მაგალითად -5-ით, ხო? წინ აუცილებლად მინუსი უნდა დაუწეროთ, თუ გვინდა რომ ვაშლი დაბლა წამოვიდეს. ნახეთ, დააკვირდით, მართლაც დავაწყაპე მწვანე დროშას და დავინახავთ, რომ ვაშლი ჩამოვიდა დაბლა, ხო? აი ნახეთ, მოდით თავიდან დავაწყაპოთ. დავაწყაპეთ მწვანე დროშას და ვაშლს ხედავ, რომ მოდის ქვემოთ. მაგრამ ახლა დააკვირდით, ქვემოთ მოდის, მაგრამ ამ ადგილას ჩერდება ვაშლი, ხო? ახლა ჩვენ ისეთი კოდი უნდა დავწეროთ, რომ როდესაც ამ ადგილას მოვა დაახლოებით ვაშლი, ეს ადგილი, აი ამ ადგილას y-ის კოორდინატი არის დაახლოებით -170, -180, ხო? ანუ როდესაც ამ პოზიციაზე მოვა, ან ამაზე დაბალ პოზიციაზე ჩავა პირობითად, ამ შემთხვევაში ვაშლი ისევ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდეს, რომ შეიქმნას ისეთი ეფექტი, თითქოს ვაშლი ჩამოვარდა, გაქრა და მე ისევ ახალი ვაშლი ცვივა ზემოდან, ხო? ესე იგი, ნახეთ, ვაშლი უნდა წამოვიდეს ქვემოთ და როგორც კი, აი პირობითად ამ პოზიციას მოუახლოვდება, სადაც y არის -175, ამის შემდეგ ვაშლი ისევ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდეს, ხო? შესაბამისად, აი ეს ლოგიკა, მეგობრებო, ახლა პროგრამულ კოდად უნდა გადავაქციოთ. ამისთვის, მეგობრებო, ისევ დაგვჭირდება if ბრძანება. მოდით ავირჩიოთ პირობითი ბრძანება და გავწეროთ შემდეგი პირობა. თუ ვაშლის, ნახეთ, ვაშლს დავდგავართ, თუ ვაშლის y პოზიცია, ანუ მისი y კოორდინატი -175-ზე ნაკლები იქნება, რადგან ნახეთ ამ ადგილას დაახლოებით კოორდინატი არის 170, ხო? თუ მაგალითად ვაშლის კოორდინატი -170-ზე ან -175-ზე ნაკლები იქნება, მაშინ თავდაპირველ პოზიციას უნდა დაუბრუნდეს. იმისთვის მეგობრებო, რომ გავსაზღვროთ რაღაცაზე მეტი ან რაღაცაზე ნაკლები, ჩვენ დაგვეხმარება ოპერატორის ბრძანება, ხომ? მოდით გადავიდეთ ოპერატორებში და ავირჩიოთ ეს ნაკლებობა. და აქ ჩავსვათ შემდეგი ბრძანება. გადავიდეთ ისევ motion-ებში და ავირჩიოთ y პოზიცია, ანუ y position, ხო? ანუ y-ის პოზიცია თუ გახდება -175-ზე ნაკლები, ამ შემთხვევაში ვაშლი ისევ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ მეგობრებო, საწყისი პოზიცია უკვე განვსაზღვრეთ, საწყისი პოზიცია არის აი ამ ორი ბრძანებით განსაზღვრული, ხო? ანუ უნდა ავირჩიოთ go to random position და set y to 180,
იგივენაირად შევარჩიეთ. ეხლა ნახეთ რა შედეგი მივიღეთ. მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და როგორც ხედავთ, უკვე ვაშლმა დაიწყო მოძრაობა და როგორც კი აი ამ ქვედა ნაწილს უახლოვდება, ის ისევ თავიდან ზემოდან იწყებს მოძრაობას. და ჩვენი თასით, რა თქმა უნდა, გადაადგილდება. ანუ როგორც ხედავთ, ჯერჯერობით სწორად მივდივართ. მეგობრებო, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ეტაპზე შეამოწმოთ ხოლმე კოდის სისწორე, რომ პატარა ხარვეზის შემთხვევაში, მაშინვე გამოვასწოროთ ხოლმე და შესაბამისად შემდეგ არ დაგჭირდეთ მოძებნა, სად დაუშვით პატარა შეცდომა. კარგით, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ნახეთ, კი ბატონო, ვაშლი ცვივა, ჩვენი ჯამიც მოძრაობს, თუმცა მთავარი ის, რომ პირობითად ვაშლი ჩავარდეს ჯამში და ამ დროს ერთი ქულა დაგვეწერას, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს პირობა არ სრულდება, რადგან ჯერ ეს კოდი და ეს ლოგიკა არ შეგვიქმნია, ხო? მოდით დავიწყოთ ზუსტად ამაზე მუშაობა. ავიღოთ, მოდით ისევ მწვანე დროშა, რომ გაგვიადვილდეს პროგრამული კოდის გაწერა და მოდით გავწეროთ ესეთი რაღაც. აქაც მეგობრებო, ისევ პირობითი ბრძანება დაგჭირდება, რადგან რაღაც პირობა უნდა განვსაზღვროთ, ხო? ამ შემთხვევაში ვაშლს უნდა განვსაზღვროთ შემდეგი პირობა, რომ თუ ის აი ამ მოძრაობის დროს, თუ ვაშლი შეეხება აი ამ თასს, მაშინ ნახეთ, როდესაც შეეხება იმისთვის, რომ შეიქმნას აი თასში ჩავარდნის ეფექტი, მაშინ ის მაშინვე უნდა გაჩნდეს ისევ ზედა პოზიციაში, რომ თითქოს უკვე გაქრა, ხომ? აი შეეხო თასს და გაქრა. იმისთვის, რომ ესეთი ეფექტი შეიქმნას, როგორც კი აი ამ ადგილს მოუახლოვდება, მაშინ უნდა გაჩნდეს ზედა პოზიციაზე. და ჩვენთან შეიქმნება ისეთი ილუზია, რომ თითქოს ვაშლი მიუახლოვდა თუ არა თასს, მაშინვე თასში ჩავარდა, ხომ ესეა? ამიტომ მოდით გავწეროთ შემდეგი პირობა. გადავიდეთ მეგობრებო ისევ სენსორებში და ავირჩიოთ touching mouse pointer-ი, ხომ? ანუ შეხება მაუსთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მაუსის ნაცვლად მეგობრებო უნდა ავირჩიოთ bowl. და ვწერთ ესეთ რაღაცას, რომ თუ ვაშლი შეეხება აი ამ თასს, მაშინ რა ხდება? ისევ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ უკვე ვიცით როგორ ხდება საწყის პოზიციაზე დაბრუნება, აი ეს ამ ორი ბრძანების კომბინაცია ნიშნავს საწყის პოზიციაზე დაბრუნებას, ამიტომ მოდით ამის დუპლიკეიტი გავაკეთოთ და ჩავსვათ მეგობრებო აი აქ. ნახეთ, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ ეს პირობა ერთჯერადად შესრულდება, თუ ამ პირობას არ ჩავსვათ მუდმივად გამეორებაში. ამიტომ გადავიდეთ აუცილებლად control-ში და ავირჩიოთ forever ბრძანება, რაც არის მუდმივობის ციკლი და ნახეთ, აი ახლა უკვე დავინახავთ, რომ როდესაც ვაშლი, აი ნახეთ, შეეხება თუ არა თასს, მაშინვე ქრება. ანუ სინამდვილეში კი არ ქრება, უბრალოდ ზედა პოზიციას უბრუნდება და ისეთი ილუზია იქნება, რომ თითქოს ვაშლი ჯამში ჩავარდა, ხომ ესეა? მეგობრებო, ამას უკვე შეგვიძლია დავამატოთ ქულების აღებაც. ნახეთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვაშლი მოდის, მაგრამ ხედავთ, რომ ქულები არ გვიგროვდება. იმისთვის, რომ ქულა შეგვიგროვდეს და თითოეული ობიექტის ჯამში ჩავარდნის დროს ქულა დაგვეწეროს, ამისთვის აუცილებლად უნდა შევქმნათ ცვლადი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ცვლადი ინახავს გარკვეული სახის ინფორმაციას, ხო? მათ შორის ქულებს, მათ შორის სიცოცხლის რაოდენობას, მათ შორის დროის რაოდენობას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მეგობრებო შევქმნათ ქულების ცვლადი. ცვლადის შექმნისთვის უნდა გადავიდეთ variable განყოფილებაში და უნდა დავაწყაპოთ make a variable, ხო, ანუ ცვლადის შექმნას. დავაწყაპოთ მეგობრებო და დავარქმევთ ჩვენს ცვლადს ქულა. დავაწყაპეთ OK-ს და როგორც კი მეგობრებო შევქმნით ცვლადს, მაშინ გამოჩნდება ეს რამდენიმე ბრძანება, ხო? პირველი ბრძანება არის ქულის, ანუ ამ კონკრეტული ცვლადის დაყენება, ანუ რაღაც რაოდენობაზე დავაყენოთ ხოლმე და შემდეგ გახავთ მეგობრებო change, ანუ ეს ამ კონკრეტული ცვლადის მნიშვნელობა შეიცვალოს ხოლმე, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვინდა ესეთი რაღაც მოხდეს, რომ თუ ვაშლი ჩავარდება ჯამში, მაშინ ერთი ქულა დაგვეწეროს, ხო? ერთი ქულა დაგვემატოს. რადგან ქულის დამატება გვსურს, მეგობრებო, აუცილებლად უნდა ავირჩიოთ change variable, ხო? ანუ ცვლადის მნიშვნელობა უნდა შეიცვალოს. თუ აქ მეგობრებო ჩავწერთ დადებით რისკს, მაშინ ეს ცვლადის მნიშვნელობა დადებითით შეიცვლება, ანუ გაიზრდება. თუ უარყოფით მნიშვნელობას ჩავწერთ, მაშინ შემცირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ერთით გაიზარდოს, ანუ თუ ვაშლი შეეხება ბოულს, ის დაბრუნდეს საწყის პოზიციაზე და ასევე ჩვენ დაგვემატოს ერთი ქულა, იმიტომ რომ ერთი ვაშლი უკვე ჩავარდა ჩვენს თასში, ხომ ესეა? შემდეგ მეგობრებო, აუცილებლად უნდა ავირჩიოთ რომელ ცვლადს გულისხმობთ, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე ცვლადი გქონდეს შექმნილი. ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ course ქულის გაზრდას, ხომ? მოდით შევამოწმოთ და ვნახოთ რამდენად მუშაობს. აი მართლაც ჩავარდა ვაშლი და უკვე ერთი ქულა დაგვემატა. მაგრამ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ და თავიდან დავიწყებთ თამაშს, ეს განულდეს და ისევ ნულიდან დაიწყოს ათვლა. ამისთვის აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ისევ ახალი ბრძანება, რომელიც არის set my variable, ანუ უკვე ჩემი
ცვლადის განსაზღვრა, ამ შემთხვევაში ავირჩიოთ ქულის განსაზღვრა და მივუთითოთ, რომ თავიდან, რა თქმა უნდა, თამაშის დაწყებისას, როდესაც მწვანე დროშას დავაწყებებთ, ქულა უნდა იყოს 0-ის ტოლი, ხომ ესეა? და შემდეგ, როდესაც ვაშლი ჩავარდება ჯამში, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიზარდოს ქულა 1-ით. მოდით გადავამოწმოთ, მართლაც დავაწყებთ მწვანე დროშას და აი მართლაც თითო-თითო ქულა გვემატება და როგორც კი გავაჩერებთ თამაში და ისევ მწვანე დროშას დავაწყებთ, ქულა განულდება. ძალიან კარგი. ამის შემდეგ მეგობრებო, იმისთვის რომ უფრო სახალისო გახდეს ჩვენი თამაში, ჩვენ შეგვიძლია დამეტებითი ხმა დავამატოთ, ხო? რომ აი მაგალითად ვაშლის ჩავარდნის შემთხვევაში იყოს აი რაღაცის შეგროვების ხმა პირობითად. ამისთვის უნდა გადავიდეთ sound განყოფილებაში და აი აქედან ავირჩიოთ, გადავიდეთ sound-ებში და ავირჩიოთ პირობითად collect, ხო? აი შეგროვების ხმა. და დავამატოთ ესეთი ბრძანება, რომ როდესაც ჩავარდება ჩვენს კალათაში ან ჯამში, ამის შემდეგ იყოს start sound collect, ხო? ანუ ჩაერთოს აი ამ შეგროვების ხმა. მოდით ახლა ვნახოთ, შევამოწმოთ. მართლაც ჩავარდნის შემთხვევაში უკვე ესეთი შეგროვების ხმა ისმის. ეს იყო მეგობრებო ჩვენი თამაშის ძირითადი ნაწილი და მოდით ახლა გასწავლით როგორ უნდა გახადოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი თქვენი თამაში. მეგობრებო, თუ გსურთ რომ ერთი ვაშლის ნაცვლად რამდენიმე ვაშლი ცვიოდეს, მაშინ ძალიან მარტივ გამოსავალს გასწავლით. თქვენ შეგიძლიათ აი ამ სპრაიტის დუპლიკატი გააკეთოთ, ანუ ამის ახალი ვერსია გააკეთოთ, რომელსაც გადაყვება ზუსტად ის ლოგიკა და ის პროგრამული კოდი, რაც კონკრეტულ ამ სპრაიტზე გავწერეთ, რადგან რა თქმა უნდა, თუ სხვა ვაშლებს გავაკეთებთ, იმათაც ზუსტად იგივე ლოგიკა სჭირდებათ, რაც პირველ ვაშლს, ამიტომ შეგვიძლია დავაწყაბოთ მარჯვენა კლიკს, დავაწყაბოთ duplicate-ს და ამ შემთხვევაში უკვე პირობითად მეორე სპრაიტიც გამოჩნდა, მეორე ვაშლი, ხო? აი დააკვირდით, ამ შემთხვევაში უკვე ორი ვაშლი დაიწყებს მოძრაობას და შესაბამისად თამაში უფრო საინტერესო და რთული გახდება. მაგრამ იმისთვის, რომ თამაში კიდევ უფრო რთული იყოს და უფრო დინამიურობად შეიძინოს, მაშინ ალბათ ერთი ისეთი ობიექტი გჭირდება, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ ხოლმე, ხომ ესეა? მეგობრებო, ამ არასასურველი ობიექტისთვისაც შეგვიძლია ისევ ვაშლი შევარჩიოთ, ანუ აი ეს იგივე დუბლირება გავაკეთოთ ამ სპრაიტის, ოღონდ უკვე გადავიდეთ ამ კონკრეტული სპრაიტის კოსტიუმებში და მოდით ეს ვაშლი სხვაფრად შევღებოთ, რომ უფრო ლოგიკური იყოს და მივხვდეთ, რომ ეს კონკრეტული ვაშლი არ უნდა აღმოჩნდეს ჩვენს კალათაში, ნახეთ სხვაფრად შევღებეთ და გარდა იმისა, რომ ფერი შეუცვალეთ, რა თქმა უნდა, თუ არასასურველი ობიექტი აღმოჩნდება ჯამში, მაშინ ქულა მომატების ნაცვლად პირიქით უნდა დაგვაკლდეს. ამიტომ აი ამ სპრაიტის გასწვრივ მეგობრებო, პროგრამულ კოდში შევიტანთ -1-ს, რომ თუ ეს კონკრეტული სპრაიტი აღმოჩნდა მეგობრებო ჩვენს ჯამში, მაშინ პირიქით ერთი ქულა უნდა დაგვაკლდეს. მოდით აბა დავაწყაბოთ მწვანე დროშას და დავიწყოთ თამაში. აი როგორც ხედავთ, მართლა მოდიან ვაშლები, გვემატება თითო ქულა, მაგრამ თუ ჩაგვივარდა ყავისფერი ვაშლი, მაშინ პირიქით ერთი ქულა გვაკლდება. აი როგორც ხედავთ, ჩვენ რამდენიმე სპრაიტი დავამატეთ, ერთი დაწყაბებით ფაქტობრივად. როდესაც გააკეთებთ რაღაც კონკრეტული სპრაიტის დუბლირებას, მაშინ იცოდეთ, რომ ის კოდიც გადაყვება და შემდეგ შეგიძლიათ იმ კოდში ცვლილებები შეტანა, ანუ თავიდან კოდის ატყობა აღარ დაგჭირდებათ. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო ქართულად სრული გექნებათ, დაამატოთ მაგალითად წამზომი, დაამატოთ მუსიკა, რომ უფრო საინტერესო იყოს, შეგიძლიათ ვაშლების ნაცვლად თქვენ თვითონ დახატოთ ახალი სპრაიტები და ასე შემდეგ. სულ ეს იყო დღევანდელი გაკვეთილი, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უამრავ წარმატებას. ნახვამდის.